არ წყდება მეგობრებო, როგორც იცით, გრენლანდიის შესახებ საუბარი და ამიტომ გადავწყვიტე რომ გაგაცნოთ ეს კუნძული და ამავე დროს მოგიყვეთ მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და იზრდება. ყოველთვის იყო იგი მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ ჰარტლენდის და რიმლედის თეორია კლასიკური გეოპოლიტიკის და დღესაც აქტუალური გეოპოლიტიკის ნაწილია და გინდა იჯერეთ, გინდა რა ჰალფორდ მაკინდერს იგი რა თქმა უნდა აქვს ნახსენები თავის თეორიაში. გრენლანდია იგი წერს წარმოადგენს ჩრდილო ატლანტიკის და არქტიკის საკვანძო გეოგრაფიულ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, არქტიკულ ოკეანეს. და ეს არის სწორედ ეს კლასიკური გეოპოლიტიკური ჩარჩო, რომელზეც საუბრობს მაკინდერი, აგერ არის ბატონო ჩემო ჰალფორდ მაკინდერი. Democratic Ideals and Reality. თქვენ მოგეხსენებათ რომ მაკინდერმა 1904 წელს დაწერა თავისი თეორია, ჰარტლენდის თეორია, თუმცა 1919 წელს ასე ვთქვათ დავარქვათ იგი ასე ვთქვათ გაუმჯობეს არ არის სწორი სიტყვა, ალბათ იქნება ვარიაციები შემოიტანა მისი და ასე ვთქვათ თავისი მოსაზრებები მოდიფიკაცია მოახდინა. იგი წერს სწორედ 62-66 გვერდებზე ჩრდილო ატლანტიკის კარიბჭეების მნიშვნელობა და ზღვისა და ხმელეთის ძალების ბალანსი. მაკინდერის ლოგიკით გრენლანდია ეკუთვნის იმ სივრცეებს, ციტატა, რომლებიც აკონტროლებენ წვდომას კონტინენტებს შორის, ამბობს ლეგენდარული გეოპოლიტიკოსი. იგი არ არის ჰარტლენდი, მაგრამ არის ჰარტლენდის და შეკავების გეოგრაფიული ინსტრუმენტი. ვიმეორებთ, იგი არის ჰარტლენდის შეკავების გეოგრაფიული ინსტრუმენტი, ანუ რუსეთის შეკავების ინსტრუმენტი. მეორე ნაწილი გრენლანდია ცივი ომის დროს, როგორ ასე ვთქვათ, აი ამ გადმოსახედიდან ვაგრძელებს მსჯელობას. აშშ-ს იგი წარმოადგენდა აშშ-ს სტრატეგიულ ბასტიონს. რა იგულისხმებოდა და რა თეზის ემყარებოდა ეს ამბავი. ეხლა ვნახავთ. ცივი ომის პერიოდში გრენლანდია იყო აშშ-ს ბირთვული შეკავების სისტემის ნაწილი. ინფრასტრუქტურა მასზე განლაგებული ძვირფასო მეგობრებო, ბევრმა არ იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზა თულე საჰაერო ბაზაა განლაგებული, რომელიც 1951 წელს დაარსდა დაფუძნდა. მისი ფუნქცია იყო, რა თქმა უნდა, საბჭოთა ბომბდამშენების ადრეული აღმოჩენა, ბალისტიკური რაკეტების გაფრთხილების სისტემა, ჩრდილო პოლუსის მარშრუტის კონტროლი და აგერ არის ის საიდან ვსჯელობთ დოკუმენტური წყარო არის, რა თქმა უნდა, სულ დოკუმენტებზე დაყრდნობილად ვსჯელობთ, მეგობრებო. ეს არის Preponderance of Power პროფესორ მელვინ ლეფლერი ძალიან სერიოზული იმ წრეებში, რომელშიც გეოპოლიტიკა არის, ყველა მიცის ვინ არის ლეფლერი. და აი ეს უზარმაზარი წიგნი 417 გვერდზე, 421 და 23 გვერდზე სწორედ გრენლანდიაზე მსჯელობს. ლეფლერის ეს კვლევები შემდეგ გადავიდა მეგობრებო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ სტრატეგიაში, რომელსაც ერქვა Arctic Strategic Importance memoranda 50-იან წლებში. ახლა კი მოდით თანამედროვე მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. არაფერი ის თქვა მხოლოდ მოიმატა როგორც აღნიშნე მნიშვნელობა. კლიმატის ფაქტორი აქ მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ კლიმატი იცვლება, თქვა გალღობა ხდება პოლუსები ძალიან საკმაოდ სწრაფად, ხალხი ამას არ იცის და გონიათ რომ ადამიანი შვება ამას, ადამიანის ის არის არა ადამიანი არ შვება, დადგინდა ერთხელ და სამუდამოდ და გავანებოთ უყოლაფერს თავი, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. ბუნებრივად დედამიწაზე ხდებოდა ხოლმე, ასე ვთქვათ, კლიმატის ცვლილება, საკმაოდ რადიკალური ხანდახან და ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფად, ეს სისწრაფე არ გამოიხატება იმაში, რა ქვია, ყოველდღიურობაში, მაგრამ პლანეტარული მასშტაბისთვის საკმაოდ სწრაფად დნება ყინული ძვირფასო მეგობრებო და ამიტომ გრენლანდია გადაიქცა პერიფერიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური ობიექტიდან გლობალურ ცენტრად. მეგობრებო, ამიტომ ხდება ის რაც ხდება. როგორც აღნიშნე, ეს არის ყინულის დნობით გამოწვეული და აქედან გამომდინარე ახალი საზღვაო მარშრუტებით. არ გჯერათ? ეს დიდი ხანია უკვე ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და აგერ 2009 წელს უზარმაზარი
შრომა გამოაქვეყნა პროფესორ სკოტ ზელენმა Arctic Boom. ასევე მაიკლ კლერმა All Hell Breaking Loose აგერ სულ რამოდენიმე წლის წინ 2019 წელს დაწერა ამის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი შრომა კლიმატი და გეოპოლიტიკა, სადაც კლიმატის ნაწილში პირდაპირ იწყებს გრენლანდიით, რომ კლიმატის ცვლილება როგორ ზემოქმედებს გრენლანდიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. და არანაკლებ მნიშვნელოვანი გრენლანდიას ავსეა მეგობრებო იშვიათი რესურსებით, რომლებიც პირდაპირ მიბმულია სამხედრო ტექნოლოგიებთან და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან. იქ არის ურანი, ნავთობი და გაზი, ჯერ პოტენციურად ამბობენ, მაგრამ სრულიად დადასტურდა, რომ ნავთობი და გაზი არის ძალიან დიდი ალბათობით საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით წარმოდგენილი. არ ჯერათ, მაშინ წაიკითხეთ European Commission Critical Raw Material Resilience 2020 წლის დოკუმენტი. ასევე მიგინდა იჯერეთ, გინდა რა მეგობრებო, თვითონ დანიელებმა ეს კარგად იციან და არაერთი სტრატეგიული ის აქვთ მათ სპეცსამსახურებს დაწერილი, მაგალითად Greenland Mineral Strategy Copenhagen 2018. ასევე არ გამორჩენია ეს ამბავი ზბიგნევ ბჟეზინსკის როგორ გამორჩებოდა და 2012 წელს ზბიგნევ ბჟეზინსკი ხალხისთვის ძირითადად ვინც გათუცნობიერებული ამ საკითხში დიდი საჭადრაკო დაფის შრომით არის მოაზრებული, მაგრამ არანაკლები რაღაცები აქვს დაწერილი, მაგალითად 2012 წელს სტრატეგიული ხედვა მან დაწერა strategic vision, სადაც არქტიკა და ძალთა ბალანსი თავში იგი გრენლანდიას მოიხსენიებს როგორც აშშ-ის ჩრდილოეთ საყრდენს. არსებობს ასევე ბრწყინვალე წიგნი Arctic Geopolitics, ვისაც აინტერესებს, უნდა შეუძლია ნახოს გრენლანდია რა მნიშვნელობის არის. და ბოლოს აუცილებლად უნდა მას მექნა, რა ქვია, მომეტანა თქვენთვის Danish Institute for International Studies. დანიის ინსტიტუტ საერთაშორისო მეების შემსწავლელი კვლევების ინსტიტუტის, დანიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის კვლევა აუცილებლად უნდა მომეტანა Greenland and Arctic Security. სიმართლე გითხრა, გადავხედე, არ წამიკითხავს ეს უბრალოდ ის ვნახე, რა ქვია, შემაჯამებელი ის და იქ ძალიან ნათლად წერია, რომ განიხილე რა აი ესეთი რისკები გვიდგასო ჩვენო დანიელებმა აღიარეს, რომ დამოუკიდებლობის რისკები დგასო ჩვენი სამეფოს გრენლანდიის ამ ავტონომიური მხარისთვისო, რომ ისინი მათ შეიძლება მოითხოვნო დამოუკიდებლობაო და სულ ახალი ინფორმაცია რაც ვრცელდება არის ის მეგობრებო, რომ დანიამ გამოყო გრანტის სახით საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული იმისათვის, რომ როგორმე ხალხი გადაიბიროს ის მცირე მოსახლეობა, რამოდენიმე 10,000 ადამიანი, რომელიც გრენლანდიაზე სახლობს მუდმივად იმისათვის, რომ არ დარჩეს გრენლანდიის გარეშე, ასე ვთქვათ, ხალხი არ დაუპირისპირდეს მას თვითონ დანიის სამეფოს. საკმაოდ დიდი გრანტი გამოიცა, რამოდენიმე მილიარდი დოლარის. ამიტომ მეგობრებო, გრენლანდიის მნიშვნელობა ძალიან ცნობილია, აგერ სურათზეც ემაზეც ხო, რუქაზეც აგერ ზემოთ რომ ნახეთ, ძალიან ჩანს, ნახეთ, თუ შეხედავთ რუქას, როგორ არის შეჭრილი არქტიკის მცირე ყინულოვან ოკეანეში, არც ერთი სხვა კუნძული ისე არ არის წარმოდგენილი, როგორც ეგ კუნძული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამერიკას სურს რომ მისი იყოს იგი. და დიდი ალბათობით ალბათ დაეუფლება კიდევაც. ასე თუ ისე. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.